Bismillah, alhamdulillah. Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad, amma ba'd, assalamu alaykum, მოგესალმებით, ვიფასო მორწმუნეებო. კვლავ ვაგრძელებთ პროცენტთან დაკავშირებით საუბარს. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ პროცენტთან დაკავშირებით თუ რაოდენ მძიმე დანაშაული იყო. დღეს კი მინდა გავცე პასუხები შემოსულ შეკითხვებს. ეს არის ანაბრის გახსნა, ფულის დაბანდება შეიძლება თუ არა და განმადებით გაყიდვა როგორ ხდება, მისაღები არის თუ არა. რაც შეეხება ანაბრის გახსნა, ფულის დაბანდება, თუ როდესაც ჩვენ პირობითად ავიღოთ ვაბანდებთ 20,000 ლარს გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ის თანხა გამოგვაქვს, თან ზევიდან გვემატება პროცენტის სახით გარკვეული ოდენობის თანხა. რამდენი პროცენტშიც იქნება. და ხშირად იმასაც ამბობენ, რომ დაბალი პროცენტიანია და მაინც ცოდვა არის თუ არა. არა აქვს მნიშვნელობა პროცენტი რამდენი იქნება, თუნდაც რომ 0.0001%-იც რო იყოს პროცენტად ითვლება ერთი თეთრიც, აი ის 20,000 ლარი, როდესაც დავაბანეთ და გამოტანის დროს ერთი თეთრიც რო პროცენტის სახით ზევიდან ზედმეტად დაგვიბრუნდეს, უკვე ცოდვის მეწილე ვიქნებით, ცოდვის ჩამდენი ვიქნებით. ამიტომ დაბანდების დროს ანაბრის გახსნა დაბანდება თანხისა მიუღებელი იქნება. თუ ისეთი ფორმით, რასაც რო დავამბანებ და უკან პროცენტის სახით არაფერი არ გვიბრუნდება, მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ ერთი საკითხი არის ის, რომ თუ ის ორგანო, ის ბანკი და ასე შემდეგ ამ ჩვენ დაბანდებულ თანხას აპროცენტებს, ანუ ასე პროცენტის სახით იყენებს და ემაშობა, ერთგვარი თანამეწილე გავხდებით, ამიტომ პრობლემატური არის თუ მოერიდებით უკეთესი იქნება. შემდეგი შეკითხვა არის განმადებასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა. აქ ორ საკითხს უნდა გავამახვილოთ ყურადღება და გავითვალისწინოთ ძვირფასო მორწმუნეებო. ერთი არის ის, რომ მაგალითად, როდესაც ჩვენ მაგალითად ვყიდულობთ კერძო პიროვნებიდან ან კომპანიიდან, რომელიც მაგალითად ავიღოთ პირობითად ვთქვათ, მაცივარი უნდა შევიძინოთ ღირს 1000 ლარი, თუ ხელზე გვაქვს თანხა და 1000 ლარს გადავიხდით, რა თქმა უნდა, თუ არა და 1 წლის ან 6 თვის დროს არ აქვს მნიშვნელობა, გადანაწილდება და ზევიდან ვთქვათ, დაემატება, რაც რო ღირს იმაზე ზევით 200 ლარი, 400, 500 და არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა დაემატოს. ასეთ შემთხვევაში თუ მხოლოდ ხელშეკრულების დადების დროს მხოლოდ იმ კერძო პიროვნებასთან, ამ ფირმასთან გვაქვს ხელშეკრულებას ვაფორმებთ მხოლოდ მასთან და არ იქნება მესამე პირი, აი მაგალითად როგორც არიან ბანკები, ამ სხვა საფინანსო ორგანოები, ცესისგამცემი ორგანოები და არ აქვს მნიშვნელობა, რასაც დავარქვით ბანკი თუ სხვა ნებისმიერ რამ, თუ არ არის მესამე პირი, მხოლოდ კერძო პირთან ამ ფირმასთან გვაქვს ხელშეკრულებას ვაფორმებთ განმადების დროს, ასეთ შემთხვევაში ნებადართული არის, იმიტომ რომ ადამიანს უფლება აქვს თავისი ქონება, რაც რო ღირს, თქვათ 1000 ლარი ღირს, რომ პირდაპირ იყიდოს ხელზე ფულით, თუ არა აქვს ხელზე ფული, შეუძლია რომ გადაუნაწილოს, ადროოს, თქვათ 1 წელი, მაგრამ დაუმატოს თანხა. ანუ მე შემიძლია ეს გასაღები გავყიდო ლარადაც, ლარ ნახევარშიც და 2 ლარშიც. ამის უფლება მაქვს, ანუ ისლამი ამას უფლებას აძლევს. რაც შეეხება აი ესეთი განმადება, რომელიც რო არის მაგალითად ბანკებთან მიმართებაში ხდება, ვყიდულობთ ნებისმიერ ფირმასთან ან კერძო პირთან რაღაც ტექნიკას, მაგრამ განმადების დროს ბანკთან გვიწევს თანხის გადახდა, ანუ ბანკს ხელშეკრულების გადადების დროს ბანკში გვიწევს თანხის გადახდა. ანუ მასთან გარიგებას მასთან დებთ. აქაც გასათვალისწინებელი არის ორი რამ. თუ უფრო შიდა, ანუ თუ პროცენტო განმადება არის 1000 ლარი ღირებულებით მაცივარს, როდესაც ვყიდულობთ 1000 ლარში და 1000 ლარს ვიხდით ისევ იმ ბანკთან, თუნდაც რომ ხელშეკრულება ბანკთან მოგვიწევს დადება, 1000 ლარს თუ ვიხდით, მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ 1000 ლარზე ზევით თანხას ვიხდით, ამ შემთხვევაში უკვე პროცენტში ითვლება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი 50 ლარი იქნება, 10 ლარი არ აქვს მნიშვნელობა, უკვე პროცენტში შედის და ასეთი განმადებაც არის მიუღებელი, დანაშაული არის, ცოდვა არის. ანუ თუ პროცენტო განმადება იქნება, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ დასაწყისში თქვი, თუ კერძო პიროვნებასთან, ამ ფირმასთან დებთ ხელშეკრულებას, განმადებას და არა ბანკებთან, მესამე პიროვნებასთან, მაგ შემთხვევაში პრობლემა არ არის, მაგრამ თუ მესამე პირი ეს იქნება ბანკები და სხვა საფინანსო ორგანოები და რაც რო ღირს იმაზე ზევით
მეტი ვიწევს გადახდა, ასეთ შემთხვევაში პროცენტში ითვლება და მიუღებელი ხდება. ასეთ შემთხვევაში შემდეგი შეკითხვა კიდევ არის სახლის ბინის ყიდვა შეიძლება თუ არა აქაც ანალოგიური შემთხვევა არის, ანუ ანალოგიური სიტუაცია, თუ ჩვენ ბანკი მაგალითად კრედიტის სახით, ანუ ბანკი უხდის იმ კომპანიას ან პიროვნებას თანხას და ჩვენ უკვე გვიწევს ბანკთან ურთიერთობა, გადახდა, ესეც არის მიუღებელი, იმიტომ რომ ბანკი ზევიდან გვიმატებს ჩვენ პროცენტს. თუ კერძო პიროვნებასთან ან ფირმასთან გვაქვს ურთიერთობა, რომელსაც ბინავს ყიდულობთ შიდა უპროცენტო განმადებით, მაშინ არავითარი პრობლემა არ არის. შეიძლება შიდა უპროცენტო განმადების დროს, ვთქვათ, რა თქმა უნდა, ღირებულებაზე მეტი, რაც რო ღირს იმაზე მეტად შეიძლება უყიდოს და აიმატოს 5%-ით, 10%-ით ზედმეტად მოხდოს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორც დასაწყისში ვთქვით, შეუძლია მისი ქონება რაც რო ღირს იმაზე მეტ ფასად გაყიდოს. ოღონდ უპროცენტო განმადება თუ იქნება, ეს იქნება 4 წლიანი, 10 წლიანი და არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ ნება დართული იქნება. ოღონდ თუ მესამე პირი, აქაც იქ მესამე პირი არ იქნება ჩართული, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში არის ბანკები. ბანკებში თუ ჩაერთვება და პროცენტის სახით კიდევ ზედმეტად მოგვიწევს გადახდა, მაშინ ეს უკვე ჰარამი იქნება, აკრძალული იქნება პროცენტში ჩაგვეთვლება. الحمد لله رب العالمين.